საია სკოლებში სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანი სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარებაში დახმარება იქნება. გარდა ამისა, ახალგაზრდა იურისტები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ იმ სახელმძღვანელოების შექმნაში, რომლებიც შემდგომ მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩაეშვება. პროექტის პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. მასში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და განათლების მინისტრიც მონაწილეობდნენ. თვითონ სამოქალაქო განათლებაში საკმაოდ ბევრი სამართლებრივი საკითხია მოცული და ეხა უკვე ეროვნულ გამოცდებში არჩევით დისციპლინად ჩადეს სამოქალაქო განათლება და თითქმის 70%-ზე მეტი სამართლებრივი საკითხია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რომ ჩვენ სკოლის პედაგოგებს დავეხმაროთ. ჩვენ პრაქტიკულად საუბრობთ ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი კომპონენტის, მოქალაქეთა ერთობის ჩამოყალიბებაზე და ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდაზე სამოქალაქო ღირებულებების და ფასეულობების ერთგულ ადამიანებად, თავისუფალ ადამიანებად, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად.